მოგესალმებით. ორშაბათილა გაცენდა ნაცებისთვის უიღბლოთ. ჯერ მოდი ნუცა ბუზალაძეზე ვილაპარაკოთ, მეგობრებო. მოდი მე ვიტყვი, ნუცა ბუზალაძე. ვისაც არ უნდა მოსწონდეს ნუცა ბუზალაძე, არ ევასებოდეს მისი შესრულების მანერა, მეგობრებო. ნუცა ბუზალაძე არის ადამიანი პოპში, რომელმაც ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია. ჰქონდა დუეტი, მთელი პლანეტის მასშტაბით ეს დუეტი ალბათ ძალიან ბევრმა ნახა. პოპ ნამდვილ იდოლთან, რეალურ სოფლიო მასშტაბის ვარსკვლავთან, კაირი მინოუგთან. ეს ქართველისთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. სადღაც რუსეთში დაბადების დღეზე რო გამოვიდა და მეგობართან თუ ოჯახის წევრთან თუ უახლოეს ადამიანთან, ამის გამო ეს ჩათლახები, აი ასე ვიტყვი პირდაპირ, მივარდნენ ამ გოგოს და კორტნა დაუწეს და იმანაც დაბულინგებულმა ბოდიში მოიხადა. კატეგორიულად არ გეთახმები ნუცა. შენ გაქვს შენი გზა, ამერიკაში იქნები, ინგლისში თუ სად, ეგ შენი გადასაწყვეტია, შედეგები უკვე გაქვს ამასაკისთვის, ნიჭიერი გოგო ხარ, ვის უხდი ბოდიში და რაზე იხდი ბოდიში? პროსტა რაზე? აი ამ ორ პირებზე, ხა ლიაკაზე და სხვა ადამიანებზე, ვინც რუსეთიდან ფულს იღებს, არ ვლაპარაკობ. ამაზე ხა მიჭები იტყვიან, მაგრამ არაფერი ბოდიში მოსახდელი არ აქვს და გამიტყვა შენი ბოდიში პირდაპირ გეტყვი. ვიდი შეუბერი ამათ ნუ უყურებ, თორე სისხლისუნი თუ იგზნეს, თუ იგზნეს რომ რაღაცნაირად შეგაცმუნეს, უკან დაგახევინეს, ბოდიში მოგახტევინეს, მე რას იზავენ, იცი? აი მართლა რა. კაცებელი კი არა, ძერასავით არის. ეგ არ გეგონოს, რომ თქვათ უფრო ნაკლებად დაგესხმებიან თავს. არა. აი ის რო არის ამოდის ნათდება ტოტიას ფენომენი ზუსტად ეგრე მოხდება, მაგრამ თავარი კი ბატონო, ეგ ოკეი, როგორი მომღერალია, რანაირი მომღერალია, მე მაგ შეფასებით კატეგორიებში არ შევა. მე უბრალოდ ჩემთვის თავარი არის საქართველოში, სადაც ცხოვრობ, სადაც თქვათ ვოპერირებ. შობილ ხარ, გაზრდილ ხარ. ხო რა, აქ ორმაგი სტანდარტები და ეთიკური რელატივიზმი იყო მთავარი პრობლემა ჩემთვის ყოველთვის რა. ის კამპანია, რომელიც თქვათ საფუძვლად უდევს, რომელსაც საფუძვლად უდევს, ესე იგი ელენე ხოშტარიას ფილოსოფია, რომელსაც საფუძვლად უდევს ტაბულას ფილოსოფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტაბულა ერთი რომელმაც გადაცემა გაზპრომს მიყიდა და ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ რუბლებით ფინანსდება კრემლიდან, ხო? და პრინციპში, რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ადამიანია და ჩვენი კულტურის ასევე აიდოლი არის ბუბა გიგაბიძე, არ უნდა ვთქვათ ისე, მაგრამ პირველი ნომერი იყო და ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერი იყო რა, სიის. და რა თქმა უნდა, ხა მოსკოვთან რა შეხება ქონდა, ყველამ ვიცით რა და აი ეს უბრალოდ არ მგონია ჯანსაღი ფენომენი რა. არ მგონია რომ შენ გერიცხებოდეს რუბლები. აი მან რა არის? კრემლიდან და შენ აკრიტიკები იქ ჩასული უყურე შაკალები. ნუცას რო დაეკიდა ფეხზე და ეთქვა, წადი თქვენი შაკალი დედავატირე, ჩემს ამხანაგთა ვარ, ჩემს შინაუგთან ვარ და დაბადების დღეზე რაინაზეც მიდა, სადაც მიდა, იქ ვიმღერებ. იყვირებდნენ და გაანებებდნენ თავს. არ უნდა დაუხარო თავი, არ უნდა დაუხარო რა. მოიცა კაცო, ის ტიპი კარგი წყალბურთელი შვენიერაძე მე მგონი, რა ვიცი. შვენიერაძე არა ჩომახიძე ბოდიში. იმაში ნაცების სიაში იყო და წავიდა იქ. სიაში კი არ იყო კაცო, ნაცების სიაში არ იყო. იმის ხო? პოლით საბჭოში შეიყვანა კაცო, პოლით საბჭოში. ნიკამელია და მე წავიდა და ყაზანში რუსულ გუნდს წვნის და ეხლა რუსეთშია. სად არის? და მაგარი წყალბურთელია, კი ბატონო. ხო, კი ბატონო. ვაღიარებ ჩვენ აგერ, ცხოვრებაში არ გვითხოვს, რომ ცუდ წყალბურთელი. ხო, ყველაფერი რო გამოვაკლოთ, კაილი მინოუგის თემა რო გამოვაკლოთ, ნიჭიერება რო გამოვაკლოთ, როგორც მომღერლის. რთულია გამოვაკლოთ. ხო, ანუ ის რო არ ვილაპარაკოს, რა ესეც წარმატებული არის და ასე შემდეგ რა. ხო, ანუ ამშელობა, უყურე, მან თავარი რა არის. აქამდე ისტერიკა რა იყო, რომ რუსებს არ უმღეროთ. აქამდე იყო ეს ისტერიკა, მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ნინო ქათამაძე დადიოდა და რუსებს უმღეროდა კაიხანი, ისიც უკვე მაგაზე არის გადმოსული და ამბობს, რომ რუსებს არ უნდა უმღეროთ და ალბათ იმაში ამ პროტესტში ისიც თulis რომ არასწორად მოიქცა ნუცა. კი, ნუცა ჩავიდა თავის მეგობართან, ქართველ მეგობართან, დაბადების დღეზე იმერე თუ დაბადების დღეზე და თხოვნით იმიტომ რომ მეგობარი არ და მეგობარმა თხოვა როგორც მომღერალს, რომ ჩემ დაბადების დღეზე რამე გვიმღერეო, იმღერა. ანუ იქ არც ბილეთები გაყიდულა,
არც ვიღაც რუს სმენელის გასართობა და არ ყოფილა, იმიტომ რომ თავარი არგუმენტი აქამდე ხო ეგ იყო. რომ როგორ შეიძლება რუსი გაართო. რომ გაეყიდა ბილეთები. არა, უყურე ხო და მაგას დაუშვათ იქ წავიდა კონცერტი მისა, მე რა. რა მე? არაფერი. არა, უყურე, ეგეც არ არის ხო? ეგეც არ არის ხო? ეს მიმდევარებოდ ბაჩო ნახე. ეგეც არ არის და მაინც შეჭამეს. გესმის? და უყურე ბოდიში მოიხადა და ეგეც არ აღმოჩნდა საკმარის. გესმის? არ ბოდიში მოიხადა და მაინც ლანძღა. და რატო? ეხა ნახე, მოდი ოდნავ შევცვალოთ სიტუაცია რა. ხო ამბობენ ეხა მაგალითად მიშა მშულდაძე, მაგალითად ელენე ხოშტარია, მაგალითად ასევე მიშა სააკაშვილი, რომ ჩვენი 2012-2013 წლის რიტორიკა, სადაც ვამბობდით, რომ რუსი ტურისტი ოკეია, რუსული ფული ოკეია, მაშინ სხვა კონტექსტი ჰქონდათ და ეხა აგენტები შემოდიან და ეხა ომის გავლენაა და ეხა თელმა მსოფლიომ შეერაცხა რუსეთი ბოროტებათო. თქვენ თუ გახსოვთ, კაცო, იმედზე იჯდა ეს დეგენერატი რო არის რა ქვია სანაია რა. კი. მაშინ ქონდა ესე იგი დებატები რაზე. ერისიონი წავიდა რუსეთში საცეკვაოდ. აქეთ ისხდნენ ისინი რა ქვია ჩერგოლეიშვილი, ბენდუკიძე იყო მაშინ ვიღაცები. ხო, აი მაშინაც კი, აქ კონტექსტი ომი არ იყო, არაფერი არ იყო, როგორ წახვედით რუსეთ. არ აქვს რა ბაჭო მიშო, ეს არის цаრიელი აღნიშნული. ეს არის ჩვეულებრივი იარაღი. სადაც შენ თუ მათიანი არ ხარ, შეგაჯდებიან თუ მათიანი ხარ, შეგილია კაცო რუბლებიც აიღო კრემლიდან და ყველაფერი გააკეთო. და აქვე მოკლედ კიდევ შეგახსენებთ რომ ომი დამთავრებული არ იყო, ჩვენი ბიჭების გვამები გაცემული არ იყო, რომ კულტურის მინისტრი რა თქმა უნდა უფროსობის დავალებით წერდა თავის კოლეგას, რუს კოლეგას, რომ მოდიო ანსამბლებში ჩამოიყვანო და ურთიერთგასწრობა წარმოვიდგინოთ კულტურული ომი არ იყო ხეირად დამთავრებული სექტემბერში მოხდა. კაი, გადავიდეთ. თქვენი დედავატირე გადავიდეთ შემდეგ გამომდინარე. როგორ ძალიან საინტერესო რაღაცა შევნიშნე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია იყო, როცა შეიწყალა ეს. რო შეიწყალა მე კიდე გავუშვით მაგ ვიდეოს, ეს მაგარი ვიდეო მაქვს. ხო და შევნიშნე ძალიან საინტერესო ორი ადამიანი და სტრიკაზა ეწერა რა. უბრალოდ იმდენად დამაინტერესე რომ მინდა რომ გაჩვენოთ. აი გავუშვით ეგ კადრები. ეს იმისა რომ მაგის პატივი ეცაბამის ადეკვატური მას გაუჭირდება ამ ქვეყანაში პრეზიდენტობის გაგრძელება. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი. და ეს აუცილებლად უნდა გადადგეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მან ვერ ემსახურა ქართველ ხალხს. ამიტომ ჩვენ ეგეთი პრეზიდენტი არ გჭირდება. სიცოცხლე შეიწირეს. ესე მითხარი. რას ნიშნავს რატო გიჭირა? სალომე ზურაბიშვილის ხალხში დამსახურებით ამოჯახებს ვიუქტარო. გაუბედურებულ დასტრესილ ოჯახებს კიდე უწევთ რომ გამოვიდნენ და აი აქ იდგნენ და ხო ესე იგი რაღაცა არსებობს, ესე იგი უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რაღაცა ჭრიჭინასთან და სტრიკაზასთან, ნუ ჭრიჭინებს გასაგებია და ჭრიჭინები სიმღერა ვარ, ხო იცი? ჭრიჭინა ფილმი უფრო უკეთესია. მარტო ხელა მარტოსულო ქალბატონო მაგაზი არის, მარტო ხელა და მარტოსულო ქალბატონო. მიხურავ კარებს. ხო, ნუ მიხურავ კარებს. ეს ჭრიჭინა რაღაცას ნიშნავს და უბრალოდ ჯერ ანონსის სახით გაგანდეთ, რატო ეძახიან, რატო დაუძახეს მაგას ჭრიჭინა, რატო მივიდა ორი ადამიანი ჭრიჭინიანი ასე ვთქვათ პლაკატით, მაგას გავარკვევთ მეგობრებო, არ უნდა იყოს მართლად უბრალოდ რაღაცა დამთხევა. ორი ერთად იყო, ერთი პლაკატი. რაღაც გაიგებსო და მართლა მაინტერესებს, ტყუილა ხო არ მივიდოდა, გავიგოთ აბა და დავაანონსე ესე იგი. მიდაგება. ეხა გვარამიას რაც შეეხება, რომელიც შეიწყარა. ერთი ვიდეო გავუშვათ და მე ვიცინოთ ამ ვიდეოზე. გვარამიას ვიდეო გავუშვით. ყველა და მე წავალ. როდის იქნება ეს რესერჩი სახელმწიფო სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ცხოვრების სურვილი არ აქვს. ეს არის რუსეთის პროვინცია საქართველო და მე მიჩვენია რომ სხვაგან ავაშენო ჩემი და საკუთარი შვილების მომავალი. სალომე ზურაბიშვილი არის პუტინის შემოსვლა და მე ხა პუტინის საქართველოში არ მინდა ჩემი შვილები იზრდებოდნენ. გულწრფელად ვეთქვი ეს ყველას პირადი გალოთ. რისთვის ვიბრძოლოთ? რუსეთი იქნება ეს ქვეყანაში და რუსეთს ვებრძოლო შიგნიდან. არა მე ესეთი გიჟი ნამდვილად არა ვარ. მე ვერ ვხედავ საკუთარ ადგილს ამ ქვეყანაში. ხო, ნუ პუტინმა შეიწყალა ანუ. უბრალოდ მეგობრებო, ვაჩვენე ამ 2-3-4-5 პირიანი ადამიანის ერთი პირი. ხო, შეასრულა თავისი ნათქვამი. ხო, წავიდა საქართველოდან? კი.
კი, თიმაში, ციხეში. სიტყვის კაცობაში ხა არ ჩაჭრილა არასოდეს ნიკოლოს გვარამია და ეხლა ცხოვრობს ბრიუგეში. ციცნარეში. ზალეჩ ბრიუგე რო არის კიდე. ძალიან მაგარი. კი ბატონო. გადავიდეთ ეხლა. მიშა მაუჩო, ბრიუგეში წავიდეს. კი. ნუ რო გამოვიდა სალომეს როგორ იმასქნა მიმართა ეგეც გაუშვათ. როგორ ზაგლობის გამო. ბოდიში გვაქვს, ხო, ბოდიში, გვაქვს ბოდიში. პირებ ხა რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში, გულწრფელად გეტყვით რომ ის ვიდეოები რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ დღეს გამოიყენებენ ეს დღე ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში საძაგლობაა ხალხთან მიმართებით ასე მოქცევა მე წუხარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო მოიცა ეს რაღაცები რო დაუძახა უცენზურები ბოდიში მოიხადა მაგრამ მეო მივდივარო პუტინის არა მაგაზე ანუ მაგა არინანა როგორ არგეს ანუ კაი ინანა რომ ხალხს რაღაც დაუძახა და შენ როგორ არის ეს დაუძახა და ერთთვიანი კამპანია იყო თუ ეს იყო წამოწდომა ძა ერთჯერადი გადაცემაში წამოწდა ერთჯერადი არ იყო ძალიან აი ერთჯერადი ერთი წელი ტიპი რამე კი არ ინანა ერთი წელი მიზან მიმართულად სალომეს აი როგორ თქვა იმაში რა ქვია მოაყოლა ყველა იური მეჩიტოვიცი ხალხი მიუგზავნა დედა იგინა ეთერიდან ყველაფერი ეთერის გარედან ეთერიდან ყველაფერი იკადრა იმის რაღაცა კომპოტი გადიოდა 20 კაციანი დათვით და აგინებდა უბრალოდ ხო ანუ ყველაფერი იკადრა და უი რა მარტივია ეხა გამოხვიდა და ბოდიში მოიხადო ბიჭო არც ბოდიში ძალიან დიცულოვანი აქტია და პოზიციის ცვლილებაც როდესაც ეს არის დაკავშირებული რეალურ გრძნობებთან მონანიებასთან და როდესაც სად გინახავს ან ნაცის მონანიებული ან ნაცის რეალური გრძნობა ან ნაცის რაიმე ტიპის გულახდილობა ანუ ნიკა გვარამია სალომ ზურაბიშვილის მისამართით რაც აკეთა ამაგას გააკეთებს ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროებას იგრძნობს, უბრალოდ ნუ ეხა ამისი ბოდიში არის რაღაც ბოდიში უნდა უთხრა ლოგინში. უყურე და თავი კიდე ეს ინდა კატას გაუ. ეგ არის ყველაზე ხო, გაუქმდება არის იკადრა, ანუ გინებაც და ყველაფერი კიდე ციცაკების ჭამა და რეზიდენტის ზახილი და რუსეთის აგენტი და ასე შემდეგ კიდე ხომ, მაგრამ ბიჭო ნათელ მირონთან სექსში დაადანაშაულა პირდაპირ ეთერში ისე რომ თან გვესწრა და ჩუმა დიჯდა ლიბერალური მორალი ცოტა ხანი გამორთო არა ცოტა ხანი გამორთო და არის მარტო მაგის ხალხს მოუწოდა რომ მარტო მაგის გამო არ უნდა მიცეთ ხმაო ამ რუს რეზიდენტ ესეთ ქალსო რომ პაходო შვილის ნათან ისე რადებილი კაცია ხო ამბობს რომ კონსერვატიულ საზოგადოებას რო ეუნები მათ საკრალურ იდენტობაზე გვინდოზე რომ ჩაგებსით იქო კაცო ეგრანაირად ჩდება ეხა მეგობრებო ეს რო გამოვიდა არის დიდი ამბავი საწავა თვითონ ტელევიზია არ უნდა თალსახად თქვა რა თქმა უნდა გმირის მანტი მე ქესტომი მინდა გმირის მანტით უნდა პოლიტიკა სად ხედავს მიშამას რომ მიშას არ უნდა ეს პოლიტიკაში და რატო არ უნდა აგერ გიული ალასანიას სინქრონს გაუშვებთ და მიხვდებით გაუშვით ძალიან გახარებულია და აღნიშნავს კიდე იმას რომ აი ძალიან კარგია რომ არხიც გადარჩა ერთგულება თანადგომა სოლიდარობა ეს ყველაფერი რაც უძღოდა ამას ყველაფერს რა ემოციები შედეგი არ იყოს სწორი მისი დაბადება სწორი კი რა აღმაშენებელი ფაქტი ანუ ხო ანუ არხი გადარჩაო შენ წადი ტელევიზიაში და ამას არ განცდა რა თქმა უნდა თავის დროზე იყო ოპოზიციის დირექტორი და ამას არ განცდა დარწმუნებული ვარ თქვა რომ არ მინდა ტელევიზიაშიო რომ აი ეს კაპიტალი რაც ერთი ხო მიშასთან შედარებით რა თქმა უნდა დააგროვე ტვირილი არ დაუწყია რა და თავი არ მოიწდა იჯდა ხო მე ვამბობ რომ ესენი გადაკეტილები არიან და არც ერთი არ მჭდარა ადამიანი რომელიც მარტო წრებს ათავებს ხო და ეს არ არის ციხეში ნამყოფი ადამიანი იცი ციხე რა არის და ყველა ვიცით ხო არა, მაგრამ მაგათ გეთახრებ. მოდი ხა გუბაზე. ხო და აქ მიშამ მიუთითა ირიბა, კანაკარიდან შემოუტანა ეს იდეოლოგია, რომ აი ძალიან მაგარია რომ არ გადარჩება. ხო და ჩვენ თუ გავიხსენებთ ვანო რო გამოვიდა მაშინაც მიშას პოზიციას, ეხა დედის პირით გაახმოვანა ნიკასთან მიმართ.
მეო ვანოს ადგილასო ოჯახს ჩავეხუტებოდიო, ევროპაში სამოგზაუროდ წავიდოდიო, პოლიტიკაშიო რა უნდაო, რატომ უნდა დაბრუნდეს? რა თქმა უნდა. თუმცა მე ძალიან ჩაერთო პოლიტიკაში, როგორც ჩანს. ისე რომ მიშა დაასუსტა. ხო? კეზერასთან ერთად შეა. ეგ არ მახსოვდა. მოდი ხა გავუშვათ ჩვენ გუბაზებით. გავუშვით, შეიძლება პირველი გუბაზი. ქართული ოცნება უფრო ყოჩაღად გამოიყურება ახლა. ვიდრე პუტინის ხელისუფლება. წარმოიდგინეთ, რასთან აგვაქვს საქმე. ეს ჩევეკა ვაგნერზე ამბობს, ვაგნერზე ვაფშე მაგარი ამბავი მოხდა. მე მინდა გითხრათ, ვინ არის პრიგოჟინი. ვაგნერი რა არის? ვაგნერი არის ერთი გუდკინი არის, მოგიყვებით ამბავს. საშინელი, მკვლელი და ისეთი ცნობილი სადისტი ჯარისკაცი. სადისტი როგორ? ბაევიკი. ჰქონდა პაზივნოი, ანუ ეთერში ეძახდნენ ვაგნერს. იმის სახელი და იმის მაკაცებთან ერთად შეიქმნა ვაგნერი. სადაც პრობლემა ჰქონდა, რუსეთს და ჯარი ვერ შედიოდა, ეს იქნებოდა სირია, ეს იქნებოდა აფრიკა თუ ასე შემდეგ, აგზავნიდა ამ ვაგნერს. სოლიდარი და ბახმუტი ვაგნერმა აიღო და დახოცა უამრავი უკრაინელი. ქართველები მათ შორის იქ მებრძოლები ვაგნერის ხელით არის მოკლული. პუტინზე 1000-ჯერ უარესი ტიპია, ავანტიურისტი. დაიწყო მაგან ეს მარში და გამოშტერდი ეს ნუგზარატიკლაურები და ისინი ვაგნერს გულშემატკივრობდნენ, ბიჭო. ვაგნერს დაიწყეს ნაცებმა. აგერ ძმაო, ნუგზარატიკლაური მეტი ბრძოლა, მეტი ჟინი, წინ მიიწევს პრიგოჟინი. ხდები, სადამდე მივიდნენ რა ისტიამდე რომ რუსეთის დაშლა უნდა. ეხლა მოკლედ ვიტყვი და მე თქვენ გააგზავნოთ. რუსეთის დაშლა ნიშნავს უკონტროლო ბირთვულ იარაღს. ანუ თვითონ ამერიკელებიც კი შიშით უყურებდნენ აი ამ ამბოხებას. ყველა მთელი ცივილიზებული მსოფლიო, იმიტომ რომ რამდენი ეს ქობინა სადაღმოჩნდება ბირთვული, მერე ბაქტერიოლოგიური იარაღი და ქიმიური იარაღი, ყველაზე მეტი აქვს რუსეთს. საწავეს მასობრივ განადგურების იარაღი, ჩორტი ვოზნაით. რო დაიშლება პლანეტას ამაზე უარესი არ შეიძლება მოხდეს, უცებ დაშლა რუსეთისა რაც არის. აი ეს იდიოტები საკუთარ პლანეტას შეიძლება ცეცხლი წაუგიდონ იმ იმედით, რომ აი რაღაც იქ, ანუ კარჩე ხო, მეც განწყობებს რო უყურებდი დაჟე რაღაცის დაწერა დავაპირე და მე წავშალე, იმიტომ რომ მეთქი არ აქვს რა აზრი ახლა ამათთან არც პოლემიკაში შესვლას, იმიტომ რომ ის გამოთქმა როგორია, სულელთან არ უნდა შეხვიდება დებატებში, იმიტომ რომ ის თავის დონეზე ჩამოგიყვანს და მე გამოცდილებით მოგიგებსო რა. იმათ რომ ეხლა რუსეთის დაშლა თან როგორი სიამაყით წერდნენ, იცი რომ აუ ეხლა რუსეთი იშლება და რა მაგარი დღე გაგვითენ და არა, ანუ ჩრდილო კავკასიაში არის კიდე უდიდესი იარაღი ამას დამატებული, კიდე ძალიან ბევრ იქ არსებულ ეთნოსოციალურ ჯგუფს ანდაც აუცე ერთ სახელმწიფოს აქვს პრეტენზია სხვადასხვა ტერიტორიებზე და მაგის ასე ვთქვათ ობიექტები გავხდებით ჩვენ და ამას დამატებული პირველი ამის ვთქვათ შეხედვა და ეს არ უნდა განვითარებულ სამყაროს ევროპას და ამერიკას პირველი რაც კი ყველაზე დიდი უბედური ევროპისთვის და ამერიკისთვის უფრო კიდე მან თავარი ნაძირულობა მაგრამ ეს რა არის ბოდიში შეფასებასაც გავაკეთებ ამას რო წერ ესე იგი შენ ისეთი დეფიციტი გაქვს ცოდნის ისეთი დიდი დეფიციტი გაქვს ცოდნის ან განგებაკეთებ კაც ხო ან განგებაკეთებ მაგრამ მე ვიზეთ ვსაუბრობდი თავარი ნაძირულობა იყო ის ნარატივი რომ გალი დაიცალა რუსი სამხედროებისგან და ეხლა არის საუკეთესო დრო რომ ჩვენ დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნოთ ანუ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სრული სერიოზულობით ხალხში ნერგავდნენ აზრს, რომ აი ახლა თუ ჩვენ შევალთ აფხაზეთში საომარი ტექნიკი ჯარით, ჩვენ დავიკავებთ ჩვენ კუთვნილ ტერიტორიას და დაგვიბრუნდება ამითი აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. ანუ ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური რაც შეიძლება ხალხში საზოგადოებაში აზრად გაუშვა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ პირველ რიგში ხო სამხედრო ტექნიკით და ჯარით თუ შევდივართ, ნიშნავს რომ ის აფხაზები და ის ოსები უნდა გავწყვიტოთ, ხო? უნდა შეიძლება შედაო, მაგრამ აი რა. ხო, ანუ აი რა მართლა. ის რაზეც რის იმედიც გვაქვს და რაც ყველაზე მეტად ჭირდება ამ შემთხვევაში საქართველოს, რომ დაბრუნება მოხდეს ისეთი რომ ეს იყოს დამოყრებული დაბრუნება და არა ის რომ კიდე სისხლის ღურით მოხდეს რამე, ანუ ტიპები მაგას უსვამდნენ ხას მარტო იმის გამო, რომ საზოგადოებაში გაიჩინათ უმოქმედო თავრობის უმოქმედობის ილუზია.
საბჭო და კი ბატონო. ვინ მოიწვია იმ დროს გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი გამოვიდნენ ამერიკელები და ვაკვირდებითო მაკრონი გამოვიდა ვაკვირდებით შეეშინდა თელ ყველას კაცო და ხანდახან თემურ ალზასანიას ციტირება რომ მინდება ხოლმე ეს პრობლემა. არ არის ცუდი იდეა ეს არის კაი მოდი ახლა გუბაზები გავუშვათ რა მეგობრებო გავუშვათ გუბაზები თუ შეიძლება არა ვერ ვიცი. ამიტომ მე ველი რომ უფრო გააქტიურდება დასავლეთის დახმარება და არც იმას არ დღეს ჩემ მეგობართან ერთად საუბრობდი, რომელსაც კარგად ესმის ესაბები. შეიძლება ივლისშიც კი ვიხილოთ უკვე ამერიკული და დასავლური თვითმფრინავები უკრაინაში. საღოლ ივლისში ესე იგი მთელი ნივლუ ხან ერთ თვეში რა ანუ ხუხაშვილისნაირი ექსპერტია თუ ხუხაშვილი ჯობია არ ვიცი რა მე მგონი ხუხაშვილი მაინც პირველი ხუხაშვილი მაინც პირველი ახლა ანუ ყველა მათ შორის პენტაგონი ძახის რომ F-16-ზე გადაჯდომა პრობლემაა უნდა ეს ისაკნა ასწავლო და ერთი წელი ნახევარი წელი მაინც მომუნდება არ მომდა ამან სერიოზულად გასწავლას ის უთხარი ინფორმაცია გახსოვს ვერ მოითმინა ბიჭო ომის დაწყებისას უთხარი წყარო არ მახსოვს როცა ვინ იყო უთხარი ინფორმაცია მაქვს სამ დღეშიო CIA-ო პუტინს გააგორებსო პუტინი არ არის ეგო მოკდაო ეგ სხვა არის მეორე ვიროყავს ეგ სხვა კაცო ვიზე გაგორებაზე ბევრი ხალხი დებდა ფსონს არ გვინდა ხო და ვიზე ვლაპარაკობ ხა არა მართლა ვიზე ვლაპარაკობ ნუბაზზე რომელიც ალბათ 3 წლის წინ ლაპარაკობდა რომ რუსეთი არ არის ჩემი მტერიო კაცო რუსეთი არის მეგობარიო და ვინ გადახედა ეგ ცალკე ვიდეოა მაინც გინდა მოვძებნო რუსეთზე კი მეგობრებო სანამ მოძებნი უნდა გაუშვა გუბაზის კონკურენტი რა ვინ არის ჩვენს გადაცემაში გუბაზის ხუხაშვილი ან მე ტაბლიაშვილი გაუშვა პირველი ტაბლიაშვილი რა თქვა მან როცა ვაგნერზე აკეთებდა ესე იგი ვაგნერის ამბოხზე აკეთებდა გადაცემას და რა აჟიტირებული იყო თოდ გაუშვათ მონოლოგს ვიწყებ ასე პუტინი გაიქცა რუსეთი თავისუფალია პუტინი გაიქცა უკრაინა თავისუფალია პუტინი გაიქცა საქართველო თავისუფალია ნუ ეს ჯერ ესეთი მიშას უნიჭო კალკია ასლანი გაიქცა ტერატორიალია ხო და მე კიდევ ვერ ვინელებ Stranger Things-ის მუსიკა ყველა გადაცემაზე ადევს ანუ ვერ ვინელებ მაგას უნდა მიუწერო უნდა მიშაწერია წარმომადგენლობა მაგრამ წარმოიდგინე ანუ ტიპი ისი არის დამუხტული სხვა ჩვენი არ არის ტიპები რომ რეალობას აი ვაფშე ვეღარ ამჩნევენ რა ანუ როდის ამჩნევდა ბიჭო აი ეს კაცი აი კაცი როდის იყო ბმაში რეალობასთან ეხა უფრო გართულება აქვს მე მგონი რა ანუ არ მოვხდა ეხა ფორმულაზე მუშაობს და აბა რა უნდა გქნა მოდი უყურე რა მეორე პენსიონერების და ჯარის ნაზარცვისგან მიღებული ხელფასი მეორე ვიდეო გაქვს ვიდეო მქონდა ძალიან მოვიდა ვერ იპოვე გაქვს მეორე ვიდეო ტაბლეტი თქვენ ვერ გრძნობთ და ვერ გხედავთ და ვერ გრძნობდით პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და რასაკვირველია ვერ გრძნობდით და ვერ გრძნობთ ისტორიული ამბების მნიშვნელობას მაგრამ ეს არის თქვენი პრობლემა და ჩვენი პრობლემაც არის იმიტომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს და საქართველო არის უსერიოზული სიგამოწვევების წინაშე დგას ეს ქვეყანა და ამ კონტექსტში თუ ადეკვატური არ იქნებით თქვენ ხელისუფლება ჩვენი ქვეყანა უბრალოდ ესე ვიტყვი ჩაიჩეხება ან შანსი იმისა რომ აი ესე იგი ჩვენ ხელისუფლება ადეკვატურად რომ მოიქცა იმიტომ რომ ანუ ამას რა პირიქით ბიჭო ადეკვატურად იქცევა ეს არ მოწონს რა უნდა მე მინდა ძალიან სხვა მიმართულებით მინდა წაგიყვანოთ რა რომ ტაბლიაშვილი პირველად როგორ გავიცანი იცი შენ იცნობ რა არ ვიცნობ მაგრამ პირველი შეხება ტაბლიაშვილთან ვა საღოლს მე გეტყვი როგორ ვიცი არ მინდა მოყოლა სად დავიცე და შენც იცი პირდაპირობებში ვიცი ხო და აი ტაბლიაშვილი პირველად სად შემეჩა ხო Facebook-ზე მოკლედ ვიღაც ტიპი წერს რომ ჩიკაგოში ვარ და რაღაცებს წერს და ეს ტიპი აი ისტავონის ჭიო რომ გამოხდებიან ვითომ რომ ძალიან აუთენტური აი ჩიკაგო მაგის გამო მაშინ ჩიკაგო არა ხო მე მაშინ ჩიკაგო არა შიკაგო შიკაგო და ჩიკაგოს და არაჭი როგორი რაღაც ურჩია იცი აი იქითო მარცხნივ რომ მიხვალო სადღაც კურდღლის რაღაცას აკეთებენ კურდღლის შეჭამანდი პროსტა ეგ ბურგერიო და ეგ რაღაცა თემა რო არ გასინჯო ეგ ბარბიკიუთე ჩიკაგოში არ ანუ ტაბლიაშვილი არის შიკაგოს სერიოზული მცოდნე და მკვლევარი კითხულობდი მეთქი აი ეს არ ამკითხი მოამბე
ეს მაიმუნი, ეს ვიგინდა რა, ვინ არის? ოურა, კაი. ხო და იმის მერე აი ესე გამოდის და გოგოში ვინ შეუშვა. აი და იმის მერე ტაკი მასხარობს. ამას გონია რომ ეხა რა სისულელებს არა ბუბაზე ბევრად დასტოვინია კი ბატონო მეგობრებო ტაბლაშურზე არ ვიდა გაჩერება იმიტომ რომ უკვე თავის კომენტირებას თვითონ ახდენს და არ არის საჭირო უსიტყვოდ უკომენტაროთ ასულებზე რომ შალვა ხაჭაპურიძე მინდა ბავშვებზე გადავიდეთ შალვა ხაჭაპურიძე და თქვა მან რაღაცა და კიდევ ერთი ადვოკატი სიტყვებს მაგონებს აბა თუ გამოიცნობთ რომელი ადვოკატი სიტყვებს მაგონებს ეს ხო გაუშვით მე რაც დღეს დავაკვირდი, ძალაც რომ უნდოდეს, მას არ აქვს იმდარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ რაიმე აქტიურად იყოს ჩართული, გარდა იმისა, რომ იზოლირებულია და ჩაკეტილია და ასე შემდეგ. მისი აქტიური ჩართვა ქართულ პოლიტიკაში რა შეიძლება გულისხმობდეს? აი თქვა რომ მაგალითად პარასკევს კითხვები მომწერეთ, უშევიც გიპასუხებთ რაღაც ისეთი. კითხვები მომწერეთ, რავი ხა, ჩაოლებრივი ამბავია მიწერეთ და ის უბრალოდ კომენტარს გააკეთე რაღაცნაირად შეეცდება. წაიგითხა რამდენიმე კომენტარი იყო, შეიტანა, წაიგითხა, არ ვიცი ხარა პასუხს გაცემს, არ გაცემს მაგრამ მე რაც ვნახე იქ რამდენიმე კომენტარი წაიგითხა მე ცუდად შეიქნა იქ ცუდად შეიქნა გადადოეს გვერდზე მე გავაგზავნე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი ხა ასე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანი რა ვიცი ხა მისი საქმე ღერთ მაქრას მას როგორც უნდა ისე გააკეთებს ვერ შევა პოლიტიკაში მისი ერთი წამი რა ის გაგონებს რომელი აქტივობებზე ლაპარაკობდა კაცს რომელსაც სექსუალური აქტივობა ძალიან კარგად შეუძლია პოლიტიკურ აქტივობასაც როგორაც შედარებას გეტყვით რომელიც გაგვისწორდება ყველა სანამ მიტყვი კითხვა და რომელი ქართველი ადვოკატის განცხადებას გაგონებთ ეს განცხადება ეს სხვა ადვოკატია ნულოვანი ასოციაცია იგარი ხო ერექცია არა აქვს და როგორ შეიძლება რომ მაგam ეგეც არის ზუსტად ეგ არის. კი, მეტაფორულად კაც. არა, ეგო კაც, გააპირო უსა, ჩვენდანიაო რა. არა, ეგრე თქვა. ხო. რა საბრალებს კაც ხალის იმანი იმენა თემა თქვა რომ იმანა თქვა რომ ეს კაი რა ის პოლიტიკაში არ და იწერება მოვდივარ პოლიტიკაში გამომიგზავნეთ კითხვები როგორ ეგ ტარიაო და რა ის კომენტარი წაიკითხა და სუდად შეიქნაო თან. კომენტარი წაიკითხა. ხდები? ეს ადვოკატები თან ერთმანეთ ჯიგრები, თან ერთად მუშაობენ ეს. თან მაგრა დაფუჭებენ, ვისაც იცავენ აი. ბიჭო, მე დარწმუნებული გააგო რა თქმა უნდა უკვე. რა შეპირდა? აი ეს ხაჭაპურიძე მიშას რა შეპირდა? მიშა, ეხა ყველაფერს გავაკეთებ, დედას უტირებთო? ის იყო მაგარი ტიპი ძმაო, ის ადვოკატი. რომ მიშაზე რო თქვა, რომ ლექსი რო დაწერა რაღაც. საზღვარი არ გადმოუკვეთავსო ისო. სამშობლოს სიყვარული. ეგო სამშობლოს სიყვარული თებით მოფრინავდა. შემოეკვეთა მაგაზე. რა საზღვარი გადმოუკვეთავ სამშობლოს სიყვარული თებით გადმოვიდა. არის კიდე აკია ბარბაკაძე და გაუშვა საინტერესო პერსონა. პრიგოჟინზე ბაზრობდა. გვინდა? ხო, მინახავს არის. სხვათა შორის გაუშვათ და შევადაროთ. მინახავს არის ესა? ჭიაბერაშვილი. ურში მითხარი. კი, ეგ იქნება. მარტო. გაუშვი თუ შენ. ჭიაბერაშვილი მოში ვარ უკონდა. ეგ არის ეს. მოშივა. იმედი გადაწყვეტილია, როდესაც ხელს აწერ ესეთ რაღაცაზე, ან იმარჯვებ. ან არ მინდა, არ არის ბავშვებო ესა, მინახვავს სხვა არის და კარგი. ის არის თემა. რას ამბობს მინახვავზე? ხო, მაგას ამბობს რა, როგორც ჭიაბერაშვილი ლაპარაკობდა, რომ როცა ადამიანს მოშივა, ხვალაც მოშივა, მე მინახვავს მოშივა, მე მინახვავს ეგეთი რაღაცები. არ გაჩერდა უყურე, მინახვავს. ხო, ანუ აქ აკია ბარბაკაძე ამბობს, რომ ჩამოშალა პუტინის ხელისუფლება პრიგოჟინმა და პრიგოჟინი ახლა ვაგნერთან არის ბელორუსიაში. ვაგნერი არის ყველაზე ბრძოლის უნარიანი, როგორც უკვე გითხარით, ჩენაერთი და 120 კილომეტრია ბელორუსიის საზღვრიდან კიევამდე. რა ვიცი, აბა სად ჩამოშალა და ფრონტზე კიდე სამწუხაროდ უკრაინას არც შაბათს, არც კვირას და არც დღეს არ აქვს წარმატებები და ღმერთმაგნას ჩამოიშალოს ეგრეულად, მაგრამ ცოტა ზედმეტებს ხორპილდებით ხავს არა? და ბოლოს დესერტად ბაჩოები ხო არ გაუშვა? ბაჩო გაუშვა. ბაჩოსთან რომ მივიდა ფორმულას ჟურნალისტი, აი ეს გაუშვა თუ შეიძლება დესერტად, ამამიდი. იცი რომ ძალიან გიყვართ კინო და თქვენ საყვარელი კინო მინდა რომ გითხოთ რომ ესე ვერ დაგიშვებთ. აი კოლ-ცენტრებზე ველოდები ახლა აპირებენ გადაღებას. ამ მომენტში BBC-ს ფილმი არის Mr. Offshore-ზე დავით ყეზერაშვილი ჩემი საყვარელი ფილმი. კი ბატონო, მაშინ გითხარით, რატომ არ ხდებით უშუალოდ იმ ადამიანებს, ის გამოძიება. ხო და აქ არ ჩანს კარგად და მე გავიგე შენც იგიყავ ერთხელ და დაველოდოთ გამოძიებას და რა გამოძიებას შენ ფილმზე მეკითხები და რა გამოძიება მეგობრებო აი თქვენი გიყვართ კინო გასაგებია
თქვენი საყვარელი კინო მითხარით, რა გოიმობა, ფილმი, ეგ გავშალოთ ეგ. არა, არის გასაშლელი, არის აუხსენით მაყურებელს რა განსხვავება კინოსა და ფილმს შორის. რა ვიცი, არ მგონია რომ მაყურებელს ეს ჭირდებოდეს. მაინც. შენ აუხსენი, შენ ხო იცი? თქვენ აუხსენით ჯობია. არა, მე არ მგონია რომ ადამიანს განათლებულს დასრულს და პრეტენზიის ქონებს განსხვავებარცეს კინოსა მე ყველაზე მეტად. აი არ იცოდა ყველაზე მეტად რამდა მაინტერესა. ფორმულა ჟურნალისტი. ფორმულა ჟურნალისტმა იგივე ჟურნალისტი იყო. დედამიწა რომ გვარია ის არის. იქ რო დავხტო უნდა გიამაყებოდეს ფორმულას. აი მე დაუყურე ბიჭო. ყველაზე მეტად. ქეთუშას გოგოა? ქეთუშა აგინატოვაშვილმა უნდა ის რამის კოშმარი. არა, ქეთუშა ხარ? ეხავ. ფეიკენში რო ისურე გავს რო შენი გამე რაღაც კიდევ მაგრამ ბიჭო მე რა მაინტერესებს სიარო ვიღაცამ ხო პროდიუსერმან ვიღაცამ ხო უთრო კარჩი აი კითხვა უეჭველი დაუსვიო რა აი სადო მაგრა ჩავჭრითო მაგაზე რა ნამუსეთ მიკითხეს შევაცე რა უნდა გეთქო რომ აი მაგალითად ჩემი საყვარელი გაქცევა შაუშე აი იქ რო უცმად აი რო აი რა არის ჩემი საყვარელი ტიტანი აი რა უნდა რა საყვარელი ფილმი არის ქალის სურნელი ხო აი რა სერიალი ან ვადნაჟდი ვამერიკა ხო აი რა უნდა გეთქვა კინოთან თქვენ როგორც ვიცით თქვენ გიყვართ კინო თქვენი საყვარელი კინო რომელი რა კინოთეატრი რუსთაველი მიყვარდა და ეხლა ამინაში დავდივარ რა არის კაი მეგობრებო შენ კარგად აქვს საქმე ხა დღეს არ იყო პროტესტი არ ვიცი რა შაბათია მძიმე დღეა და ის შეხვედრა უიკენდები იყო და ეხლა პროტესტი ხა იმას შემია არა ნუ შეხვედრა ხო გაიმართა და იქაც კლავ არგუმენტირებული პოზიცია ვერ და არ მოვისმინე ხა კი კაცშუმა არ მითხრა იქ იყო ორი პროტესტის წარმომადგენელი და არაფერი კაცა ზაგულაობა მოიცა კაცო დამთავრდება ეს ამბავი არის ვაფშე აი მოტანილი ხურით ეს თემა მოთრეული ხურით კარგად გზადდებოდეს მეგობრებო ხვალამდე აბა კარგად